ოლიმპიადის პოლიტიკური კონტექსტი ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი სოჩი ალექსანდრე ანქვაბის ზამთრის თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ესწრება ინფორმაცია. ქრონიკას ანქვაბის პრესმდივანმაც დაუდასტურა. ოლიმპიადა 2014-ის გახსნა 24-ზე ზუსტად 14 წუთში ფიჩის ოლიმპიურ სტადიონზე თითქმის 3 საათიანი ცერემონია დაიწყება. ათასობით სპორტსმენი და შოუ, რომელსაც პირდაპირ ეთერში 3 მილიარდზე მეტი მაყურებელი იხილავს. მიუხედავად იმისა, რომ სოჩში თოვლი არდევს, ორგანიზატორებმა ოლიმპიურ არენებზე ხელოვნური თოვლი დაყარეს. შეჯიბრამდე ბოლო ვარჯიში დღეს ქართველმა სპორტსმენებმაც ჩაატარეს. თუ რა ხდება სოჩში, თქვენ ახლა კადრებს პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს, დეტალებით კი სანდრო ჯუფალაკიანი საუბრობს ქრონიკის ეთერში. დიახ, ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის პრესმდივანს კრისტიან ბჟანიამ დაადასტურა, რომ ანქვაბი უკვე სოჩშია და სავარაუდოდ ამ წუთებში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ესწრება. ჩვენთვის უცნობია ქართული დელეგაციის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, უცნობია ასევე ესწრება თუ არა ოლიმპიადის გახსნას ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი. უკვე მანდარის სოჩი დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მე შვებულებაში ვარ და არ ვიცი რა სტატუსით ესწრება ოლიმპიადას. მხოლოდ ის ვიცი, რომ უკვე ადგილზეა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია რამდენიმე წუთში სტადიონზე ფიშტი ჩატარდება. ეს კავკასიური მწვერვალის სახელწოდება, ობიექტის მშენებლობა დაახლოებით 800 მილიონი დოლარი დაჯდა. ზამთრის ოლიმპიური თამაშები საქართველოს საზღვრის უშუალო სიახლოვეს იმართება. სოჩში კი ამ დროს აფხაზური დროშა ააფრიალეს. თუმცა არა ოლიმპიურ სოფელში, არამედ ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ გემზე რუსული დროშის გვერდით. ამის ფონზე კი საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის სურვილი სოჩში ოლიმპიურ თამაშებზე ჩასულმა რუსმა მომღერალმა ლევ ლეშჩენკომ გამოთქვა. არ მესმის იმ კონფრონტაციის, რომელიც არსებობს ჩვენ მოძმე ქართველებთან. ჩემს ქართველ მეგობრებთან დამოკიდებულება პირადად მე არ შემცვლია. ჩვენ ისევ გვაქვს ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ შორს არ არის ის დღე, როცა ჩვენი ურთიერთობა ძველებურ ფორმატში დაბრუნდება. მით უმეტეს, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე მქონდა კავშირები ქართველებთან და მახსოვს მათი საუბარიც. სასადილოში არა, მაგრამ არენაზე გასასვლელად ქართველი სპორტსმენები უკვე მზად არიან. მიუხედავად იმისა, რომ თამაშების მასპინძელ ოლიმპიურ დედაქალაქში უჩვეულოდ თბილი ამინდია და თოვლი პრაქტიკულად არ არის, სპორტსმენებმა ასპარეზობამდე ვარჯიში მაინც შეძლეს. ეს პირველი ვარჯიში ჰქონდა, ასევე ყველა პირობა იყო გადაადგილებიდან დაწყებული, სრიალით ვარჯიში დამთავრებული იმისა, რომ კომფორტულად ყოფილიყავით, საკმაოდ კარგი ტრასა იყო დათმობილი სპორტსმენებისთვის, რომ კარგი ვარჯიში ჩაგვეტარებინა და ჯერჯერობით ყველა იმ პირობით, რაც აქ არის, კმაყოფილები ვართ. არის იგივე ნერვიულობა, სტრესი, ასე ვთქვათ, მაგრამ მე მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მაქსიმალური გავაკეთო ჯერ ჩემი ქვეყნისთვის, მე ჩემთვის. 20 და 14 სიმბოლური დღის ყველაზე სიმბოლური რიცხვებია. 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა სტარტს ზუსტად 20 საათსა და 14 წუთზე აიღებს. მანამდე კი დათვლილი წუთები რჩება. ნებათა ღელვა კი პიკს აღწევს. სანახაობის ეპიცენტრი სტადიონი ფიჩში იქნება. თამაშების ორგანიზატორები მასპინძელი ქვეყანა მსოფლიოს დაუვიწყარ სანახაობას პირდებიან. ჩვენ აქ შევიკრიბეთ ისევე, როგორც ჩვენ მეზობლად ოლიმპიური სპორტსმენები არიან თავმოყრილნი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან, მათ მოსწონთ ოლიმპიურ საზოგადოებაში ერთად ყოფნა. ასე რომ მოდით გავინაწილოთ ეს ოლიმპიური სულისკვეთება დღეს საღამოს. დღეს ჩვენ ვემზადებით 22 ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისათვის. სტარტამდე ცოტა დრო რჩება. ვფიქრობ, არ შევსდები თუ ვიტყვი, რომ მთელი მსოფლიო ამ გრანდიოზული სპორტული მოვლენის მოლოდინშია და იგრძნობა განსაკუთრებული პოზიტიური ატმოსფერა. რუსეთი ცდილობდა თავისი ოლიმპიური პროექტი მაქსიმალურად შეესრულებინა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სოჩის ოლიმპიადა დაუვიწყარი გახდეს და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასეც იქნება. ოლიმპიურ სოფელში ემოციები უკვე დუხს. ვეტერანი სპორტსმენები, მონაწილეები, სოჩის სტუმრები და ადგილობრივები ამაღლებულ განწყობაზე მიუთითებენ. ველოდები, რომ შეჯიბრება ძალიან საინტერესო იქნება. მით უმეტეს, რომ ასპარეზობები ახალ გარემოში სრულიად ახალ სამთო სათხილამურო კურორტზე ტარდება, რომელიც ზღვის სანაპიროზე მომავალი თაობებისთვის აშენდა. უიშვიათესია, როცა ერთდროულად შეგიძლია დილით ზღვაში იცურაო, საღამოს კი თხილამურებით ისრიალო. შეჯიბრიც ასეთივე საინტერესო იქნება. მე ახლაც იგივეს განვიცდი, რასაც ოლიმპიადის მონაწილეები განიცდიან. გონია, რომ ეს ფანტასტიკური მდგომარეობა და ძალიან ამაღელვებელი მომენტია. სტარტამდე რამდენიმე წუთი დარჩა. ცერემონია 2 საათი და 40 წუთი გაგრძელდება. სანახაობაში 3000 არტისტი და 2000 ვალანტიორი მიიღებს მონაწილეობას. შოუ ფეიერვერკით დასრულდება.